ალბათ გაიგებდით ახალ ინფორმაციას. ირაკლი კობახიძემ ვატიკანში ვიზიტად ყოფმა ირაკლი კობახიძემ რომის პაპსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მან რომის პაპი მოიწვია საქართველოში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილეა შემდეგ წელს 2026 წელს და აი ამ თარიღთან დაკავშირებით სიმბოლურად მოიწვია მან რომის პაპი საქართველოში და ამ თემაზე ბევრი ითქმება, ბევრი დაიწერება. სულ ახალი ინფორმაცია და მე ახლავე მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო მკვეთრად უარყოფითი და რატომ, ხო? ჩვენ ბუნებრივია ვემხრობით და არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს თუ ჩვენი სახელმწიფო ლიდერები შეხვდებიან სხვადასხვა ქვეყნების უმაღლეს წარმომადგენლებს, მაგრამ რომის პაპთან დაკავშირებით აქ არის სულ სხვა საკითხი. რომის პაპი არის ერესი იერარქი, არქიერეტიკოსი. რომის პაპმა აი ამ წელს თავისთან მიიღო ვატიკანში LGBT მარში მოაწყეს და სოდომიტები საზეიმოდ შევიდნენ და მათ ლიტურგია გადაახტევინეს, სხვადასხვა კარდინალები შეხვდნენ და ასე შემდეგ. ანუ საზეიმო მსვლელობა მოაწყეს სოდომიტებმა დღეს ვატიკანში და აი ამ ერეტიკოსმა, ამ სოდომის ირიბმა პროპაგანდისტმა თუ პირდაპირ უკვე აღარ ვიცი როგორ შეიძლება მოიხსენიოთ აი ამ წლევანდელი ინციდენტის შემდეგ რა ესაქმება საქართველოში 1700 წლის ქრისტიანობის ზეიმზე. ადამიანს საკრებულოს ხელმძღვანელს, რომელიც არის ერესში და ეხლა უკვე იქამდე არის მისული, რომ სოდომიტების პროპაგანდისტულ აქციებში არიან ჩართულები უმაღლეს დონეზე. და წინა პაპის დროს მამაუჩვენოს ტექსტის შეცვლაც კი გაბედეს და ასე შემდეგ, ხო? წამში აქვთ ცვლილება შეტანილი თავის დროს და ასე შემდეგ. ამასო თავი დავნება დღეს პირდაპირ სოდომიტების მსვლელობა მიიღეს რომში. და შეგიძლიათ ნახოთ ამასთან დაკავშირებით ვიდეოს ჩავდებ ამავე ვიდეოს კომენტარში. ეს არის ყოვლად მიუღებელი, ყოვლად დაუშვებელი, გარდა ამისა, რომ ის თვითონ არის ერეტიკოსი და თვითონ არის სოდომური მოძრაობის მხარეს, ირიბა თუ პირდაპირ. ამაზე შეიძლება ვიდაოთ, ეს რამდენად პირდაპირია თუ ირიბია. გარდა ამისა, ის არ ჯერდება მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებთან შეხვედრას და ვიცით ხოლმე და ვხედავთ ხოლმე როგორ პროვოკაციებს აწყობენ, ხო, როგორც ცდილობს ის საკუთარი ერეტიკული სწავლების გავრცელება საქართველოში, როგორც ცდილობს რაღაცა თანალოცვის პრეცედენტების შექმნას, როგორც ცდილობენ აი რაღაცა თითქოს წაშალონ ხაზი ჭეშმარიტებასა და მათ ერეს შორის, მათი ყველა ვიზიტები ასეთი იყო, ბოლო ორი ვიზიტი და სულ ორი იყო, მადლობა ღმერთს, მეტი არ ყოფილა. ყველა ამ ვიზიტს მოყვა საშინელი პროცესები საქართველოში. ჯერ შევარდანძის დროს იყო და მე მიშას 9 წლიანი რეჟიმი მოყვა და ბოლო ვიზიტს, რომელიც 2016 წელს თუ 17 წელს იყო, გვახსოვს რეები მოყვა, ხო, იმას მოყვა ეს მთელი ციანიდები და მთელი კასკადი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის, ხო? არ დასრულებულა ამის იმის მერე შემოტევები და ძლივს რაღაცა უკეთესი სიტუაცია, ძლივს ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე გადის, ძლივს სოდომური პროპაგანდა აიგზდა ამ ქვეყანაში და ეხლა ამ ერესი იერარქის და LGBT-ებზე კეთილად მოსაუბრე, LGBT მოძრაობაზე კეთილად მოსაუბრე პაპების ადგილი საქართველოში არ არის. შეინანონ, ჩამოვიდნენ და დიდი სიამოვნებით მივიღებდით, ხო? ასეთ რომ შესაძლებელი იყოს, მაგრამ სხვა მხრივ ნამდვილად მიუღებელია მათი სტუმრობა და ისინი not welcome in Georgia, ესე რომ ვთქვათ, დავასრულოთ. კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის.